ეს მართლაც ურთულესი არის რუსეთს ეს იმპერიული ამბიციები და კიდე დემონსტრაციულად რომ მიყავს, აი ავტორიტარული რეჟიმებთან თანამშრომლობს ქართული ოცნების ხელისუფლება. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება მიიღო პასუხი დასავლეთიდან და ეს არის სანქციები, განსაკუთრებით ამერიკული და ბრიტანული სანქციები და ამაზე მინდა გელაპარაკოთ. რამდენიმე კვირის წინ დაასახა ბრიტანეთმა დააწესა სანქციები, ამერიკა ამკაცრებს სანქციებს მაღალჩინოსნებზე. რა ეფექტი აქვს ამ სანქციებს ქართულ პოლიტიკაში? შიდა და საგარეო. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ეფექტი არ აქვს და ვერც ექნებოდა, როდესაც ამ სანქციებს იღებდნენ ესე ნელა და ესე რბილად. ნელ-ნელა რეჟიმი მოემზადა ამ სანქციებისთვის, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილმა მოასწრო თავისი აქტივების ევაკუაცია, მაგისთვის სპეციალური კანონიც მიაღებინა პარლამენტს, რომ თავისი ოფშორული ანგარიშებიდან თუ საზღვარგარეთული ანგარიშებიდან და ფიზიკური აქტივების სახით საქართველოში შემოტანილი მისი ქონება არ ყოფილიყო დაბეგრილი, ისე როგორც თქვა ჩემიან თქვენი გამოწერილი რაიმე საგანი რო ჩამოვიდეს, არ ვიცი, თემიდან რო გამოვიწერო რაღაცა, იმაზე და ბეგრავს საგადასახადო და ივანიშვილმა ამის მილიარდიანი თავისი კოლექცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შემოიტანა საქართველოში. ასე რომ ეს იყო რბილი ნაბიჯი, სავარაუდოდ განპირობებული იმ იდეით, რომ აი იქნებ ეს იყოს გაფრთხილება და ივანიშვილმა ეს მიიღოს ხედველობაში და შეცვალოს კურსი, მაგრამ მას აშკარად წილი ნაყარი აქვს, აკეთებული აქვს არჩევანი.